სურს მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად პროფესიებს მოკლე დროში და სრული დაფინანსებით დაეუფლოს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში 28 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო, რა მნიშვნელობა აქვს დღეს მეზღვაურის პროფესიას და გაიზარდა თუ არა მსურველების რაოდენობა, ამ და სხვა კითხვებზე ვისაუბრებთ რამდენიმე წამში სტუმართან ერთად. დარჩით ჩვენთან არ გადარდოთ. და დავბრუნდით სტუმართან ერთად მზევინარ ძირკვაძე, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პროფესიული განათლების დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მთავარი ხელმძღვანელია ჩვენი სტუმარი დილონ მშვიდობისა. მადლობა სტუმრობისთვის და დავიწყოთ საუბარი. პირველ რიგში დავაანონსოთ და ვთქვათ, რომ მსურველები აუცილებლად დროულად უნდა დარეგისტრირდნენ, ალბათ რომ მოხვდნენ თქვენ სასწავლებელში, იმიტომ რომ დრო შეზღუდულია. ცვლილება შევიდა კანონში და შესაბამისად დრო არის შეზღუდული და ეს ამიტომაც ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. მართლაც მივესალმებით თქვენს საზოგადოების ინფორმირების კამპანიას, იმიტომ რომ წელიწადში 2 ეტაპად არის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია, ორივე ეტაპი მოკლე ვადიანია და პროფესიის დაუფლების მსურველებმა დროულად უნდა მიმართონ ან დაწესებულებებს, ან გაიარონ რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებისთვის სპეციალურ პორტალზე, VTM-ზე და დარეგისტრირდნენ. ჩვენ დაწესებულებაში მომართვის შემთხვევაში სპეციალური ჯგუფი გვყავს ამისთვის გამოყოფილი, მხარდაჭერას უცხადებთ, თუ როგორ ხდება რეგისტრაციის პროცესი, რა უნდა გაითვალისწინოთ, შემდეგ მიღების პროცესი რას გულისხმობს და ჩარიცხვის ეტაპებიც, რა თქმა უნდა, რაღაცა შეზღუდვები ახლავს თავისებური და ყველაფერი რომ გაითვალისწინონ და სწორად და საბოლოო ჯამში მოხდენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამისთვის მხარდაჭერას უცხადებთ. პროგრამებზეც ვისაუბროთ. დიახ, მოგახსენებთ, ჩვენ ვახორციელებთ საზღვაო მიმართულების, საზღვაო მომსახურების სამ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. ეს გახლავთ საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია, გემბანის რიგითი მეზღვაური, სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია, გემის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური და საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ელექტროობა. რაც შეეხება ელექტროობას, ანუ გემის მართვის მიმართულებით არის პროგრამები ძირითადად. დიახ, და რაც შეეხება მესამე პროგრამას, ელექტროობას, ეს არის დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი, რომელიც 10 თვის განმავლობაში მიიღებს კვალიფიკაციას დაბალი ძაბვის ელექტროობაში, ხოლო თუ კი მას დასაქმება სამომავლოდ უნდა სხვაზე შორეულ ნაოსნობაში, მაშინ გაივლის ისევე ჩვენთან დაწესებულებაში, მოკლევადიან მომზადება გადამზადების კურსს და მიიღებს სამუშაო სერტიფიკატებს, რომლის საშუალებითაც მიეცემა საშუალება შორეულ ნაოსნობაში გემის ელექტრიკოსად დასაქმების. კი, დეტალებიც რო უთხრა ჩვენს მაყურებელს, აი სანამ უშუალოდ თქვენთან ჩაირიცხება სტუდენტი, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, რა განათლება სჭირდება თქვენთან მოსახლეობაზე სამომავლოდ სტუდენტი რო გახდებით. კი ბატონო, მოგახსენეთ. ამ ეტაპზე ეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები არის საბაზო საფეხურის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაშვების წინაპირობა პროგრამისთვის არის საბაზო განათლება და ზევით. ესე იგი, ვისაც აქვს საბაზო განათლება, საშუალო განათლება, საბაზო განათლება შეზღუდვა არ არის. ოღონდ არის პროფესიული განათლება, მუდმივი გამოწვევებია, მუდმივი სიახლეებია. პროფესიულ განათლებაში ერთი ტუცითაც ვერ მოდუნდები, იმიტომ რომ ძალიან დიდ ნებისყოფას და მაქსიმალურ ჩართულობას ითხოვს ეს პროფესიული, კი ბატონო. იმიტომ რომ მართლაც ახლა ნახეთ, პროფესიული განათლება მოკლე დროში საზოგადოებას, აი პროგრამის მიღებით დაინტერესებულ ადამიანს აძლევს შანსს, რომ აითვისოს პროფესია, მოთხოვნადი პროფესია და დასაქმდეს და თავისი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინოს. ამიტომაც არის მაქსიმალური ყურადღება მის მიმართ და აი სამომავლოდ გვაქვს სიახლე ის, რომ იცვლება საფეხური, იცვლება სტანდარტი და თუ კი წელს საბაზო განათლებით საშუალება აქვს, რომ აპლიკანტს დარეგისტრირდეს, სამომავლოდ უკვე დაშვების წინაპირობა საშუალო განათლება იქნება და ანუ ერთი საფეხურით ეს საბაზო საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აიწევს უფრო
მეტი პერსპექტივა და მეტი პრივილეგია. ისეთ რა მაინტერესებს, რამდენად ვითარდება ამ კუთხით სწავლების პროცესი, იმიტომ რომ ტექნოლოგიური ცვლილებები სწრაფია, შესაბამისად ციფრულ სამყაროში რაღაც ყოველდღიურად რაღაც ახალი ინერგება და ამ შემთხვევაში რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და აი მაგალითად 10 წლის წინანდელი მეზღვაურისთვის რამდენად მარტივია დღეს მეზღვაურობა თუ რაღაცა დღევანდელი განათლება არა აქვს. დროსთან შესაბამისი. კი ბატონო, ნახეთ, საზღვაო დარგის ეს პროფესიები მართლა უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. თუნდაც აი ეს ინფრასტრუქტურა უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. იმიტომ რომ აი თანამედროვე მდიდარი ინფრასტრუქტურა თუ არ გექნება, ანუ მატერიალ-ტექნიკური ბაზა არის პირველი, რაც მისცემს დაწესებულებას საშუალებას იმისას, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელოს. აი დაწესებულებამ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა 2022 წელს გაიარა EMSA-ს ევროპის საზღვაო ურსაფრთხოების სააგენტოს შემოწმება. ანუ ეს იმის დასტური იყო, რომ მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ამ საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამება. პროგრამაც ისე არის მოწყობილი, რომ ანუ ყველაფერს ამ სიახლეებს ითვალისწინებს და ჩვენი მიდგომებით, ანუ ყავს პროფესიული განათლების მასწავლებლებად მოქმედი მეზღვაურები, რომლებიც შორეულ ნაოსნობაში დადიან. შემდეგ ჩამოდიან აქ რაღაცი პერიოდის განმავლობაში, როდესაც არ არიან ხმელეთზე არიან, მუშაობენ პროფესიული განათლების მასწავლებლად, შემდეგ მათ სხვები ეცვლებათ და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, დიახ, ეს რომ ის მიღწევები, ის სიახლეები, რაც ზღვაშია, რეალურად სამუშაო პროცესში არის ხო ზღვაზე, მათ გადმოიტანონ და ასწავლონ. აი ესეც ჩვენ ახლა აბიტურიენტები გვიყურებენ, ვისაც ჯერ ალბათ არჩევანი არ გაუკეთებიათ საკუთარ პროფესიაზე და აი თქვენი შეფასება გვინდა ამასთან დაკავშირებით, რატომ არის დღეს ასე მნიშვნელოვანი ეს პროფესია და რატომ უნდა აერჩიონ, ვთქვათ, რეგიონში აბიტურიენტები დავწინაურებული პროფესია არის, მით უმეტეს მაღალანაზღაურებადია, მოთხოვნადია. რამდენად პერსპექტიულია ეს? აი მაგას ვიტყვი ეხლავე, მოთხოვნადია, შრომის ბაზარზე დაწინაურებულია, იმიტომ რომ არის ბევრი, როგორ ვთქვათ, კომპანია, გემთმლობელი კომპანიები, რომლებიც აქ ჩვენს რეგიონში მუშაობენ და ანუ დასაქმების მეტი პერსპექტივა არის. თვითონ დამსაქმებელები მოდიან დაწესებულებაში, ჩვენ გასაუბრებებს უტარებს პერსპექტივის რომ კურსდამთავრებულებთან თუ კი აქეთ არიან და აი პოტენციურ კურსდამთავრებულებთან და ანუ ისინი აცნობენ იმ მოთხოვნებს, იმ შესაძლებლობებს, რაც ექნებათ, რაც აქვთ სამომავლოდმა და ასე რომ როგორ ვთქვათ, ყოველთვის სიამაყით ვამბობ იმას, რომ როდესაც გამოკითხვები გვინდა ჩავატაროთ ხმელეთზე, კურსდამთავრებულს ვერ პოულობთ, როდესაც ვურეკავთ, ან გვინდა ჩვენთან მოვიდეს. ახლა ქონდა ავტორიზაციის პროცესი და ახლა გახსოვს ახლა გამორჩეული კურსდამთავრებული და უნდა მოიწვიო. შორეულ ნაოსნობაში არიან და ხო? აქ დავამატებ რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია დღეს საქართველოში, ასე რომ ესეც მოტივაცია. კი ბატონო, მოტივაცია და მით უმეტეს ესე იგი დაწესებულება აძლევს იმ კომპეტენციებს და უნარებს, რომლის საშუალებითაც მათ დამსაქმებელს სანამ დავამშვიდობები. კიდევ ერთხელ დავაინახოთ. უთხრათ, სად შეიძლება? კი ბატონო. მიიღონ ინფორმაცია სტუდენტებმა. VTM-ის ჯეზე ეს არის როგორ ვთქვათ, პროფესიული განათლების პორტალი და ასევე შეუძლიათ მოგმართონ დაწესებულებაში. ვადები მოკლე არის, 28 აპრილს დაიწყო და 20 მაისს დასრულდება. ხოლო მეორე ეტაპი შემოდგომისთვის დაიწყება 2 სექტემბერს და 22 სექტემბერს დასრულდება. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო